მძღვანელმა თბილისის სამმართველოს უფროსთან ერთად სტიქიის დროს დაშავებული პატრულ ინსპექტორი ლევან კაპანაძე მოინახულა. კაპანაძე კოლეგასთან ერთად 13 ივნისს ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა და სტიქიის ზონაში მოყოლილ მოქალაქეებს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლაში ეხმარებოდა. ლევან კაპანაძე მოვარდნილმა წყალმა ავტომობილთან ერთად გაიტაცა, მას რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ძიურის ტერიტორიაზე მიაგნეს. ამჟამად პატრულ ინსპექტორის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამეტ ივნისს მე და ჩემი მეწყვილე მოყევით წყალდიდობაში, სადაც ეხმარებოდით ხალხს, გადმოყვავდა სამაშოთ ტაქსიდან, ასევე მანქანებიდან, იქ იმყოფებოდნენ მოხუცები, მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ორსული ქალბატონები, გადმოყვავდა უსაფრთხო ადგილას, ძალიან დიდი წყალი წამოვიდა და გამიტაცა ეკიპაჟით და გადავადი ხევში. შემდეგ მოვიდნენ საშველად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ამომეყვანეს. ჯერ მხოლოდ იდეა თუ უკვე ინიციატივა. აპირებენ თუ არა თბილისის საკრებულოს წევრები იარაღის ტარების უფლების მოპოვებას ჯერ გარკვეული არ არის. დედაქალაქის საკრებულო ოფიციალურად განმარტავს, რომ დეპუტატების მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვა არ ყოფილა. თუმცა მედიაში გასაჯაროვდა განცხადება, რომელსაც ხელს საკრებულოს წევრები აწერენ. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით იდეის ავტორი ვიცე-სპიკერის მარინა კობახიძის ძმა და საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა. ვასილ დაბრუნდაშვილი არკვევდა, შეიარაღდებიან თუ არა საკრებულოს დეპუტატები. დღეს მე შემომიტანეს ეს ფურცელი 33 ხელმოწერა არის ზედ და კვლავ მომმართავდნენ რომ ხომ არ მოვაწერდი ხელს. არაოფიციალური დოკუმენტი ხელმოსაწერად საკრებულოს წევრებს აპარატის თანამშრომლებმა მიუტანეს. გასაჯაროებამდე ფურცელზე 33 ხელმოწერა მოესწრო. 33-ვე დეპუტატი მომხრია, რომ მათ იარაღის ტარების უფლება ჰქონდეთ. მოტივად კრიმინალის შემცირება და თავდაცვა სახელდება, მათ შორის გარეული ცხოველებისგან. პასუხისმგებლობა ხო მაინც უმრავლესობაზეა. მე ერთგვარი რჩევა შევეცადე მიმეცა მათთვის, რომ ამის დრო არ არის, ვინაიდან ფლესგან და ლომისგან სანამ ეს კანონი შევა ძალაში, იმ დრომდე თუ არ აპირებენ ჩვენს დაცვას, ეს ძალიან სამწუხაროა. იდეის ავტორად თედო კობახიძე სახელდება. არაოფიციალურ დოკუმენტზე პირველი სწორედ მისი ხელმოწერა ფიქსირდება. ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ამ ეტაპზე არც იდეის და არც დოკუმენტის არსებობას ადასტურებს. მან განცხადების არსებობა ასლის ჩვენების შემდეგაც უარყო. გაქვთ დოკუმენტი ხელში, ამ შემთხვევაში, რომელზეც არის ტექსტი და არის ხელმოწერები. კი ბატონო, მაგრამ მსგავსი ტექსტი და მსგავსი, ესე ვთქვათ, განცხადება, ან თუნდაც ესე ვთქვათ, შუამდგომლობა ბატონ გიორგის სახელზე არ არის შესული საკრებულოს კანცელარიაში და მსგავსი შუამდგომლობა არ დგას დღის წესრიგში. აბა ეს რისთვის არის საჭირო ხელმოწერა? თუ ესე ვთქვათ, საუბრობთ ჩვენ იდეაზე, ამ შემთხვევაში იდეაზე მე არ ვაპირებ ახლა ამ შემთხვევაში საუბარს. მისგან განსხვავებით საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ იდეა არსებობს, თუმცა მიმართვა მასთან ჯერ არ შესულა. გამოითქვა ცალკეულ წრეებში, დეპუტატების ცალკეულ წრეებში და ხოლოთ ეს არის არანაირი მას ოფიციალური სახე ან ჩემდამი მომართვა ჯერჯერობით მას არ ქონია. თუ კი კანონი ამას გაითვალისწინებს, ბუნებრივია, რომ ეს შეიძლება იქნეს დაკმაყოფილებული. იმას, რომ მიმართვას ხელი საკრებულოს წევრებმა მოაწერეს, გვიდასტურებს მანუჩარ მაჩაიძეც. დეპუტატი გადაწყვეტილებას სხვადასხვა საფრთხით ხსნის. დამტკიცებულია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც იარაღის ტარება ესე იგი დაშვებული, უფრო ნაკლები დანაშაული ხდება. ცოტა არ იყოს, ეხლა ეგეც არის გინალებში, გინალომი, ყაჩაღები, ამბავი და რომ ეცოდინება ადამიანს, რომ ის ადამიანი შეიარაღებულია, ცოტა ფრთხილად იქნება. თუ იდეა საკანონმდებლო ინიციატივად იქცა, საკრებულოს დეპუტატებს პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა დასჭირდებათ. უკვე მეორე დღეა ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ტარდება, რამაც მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ჯერ ყურადღების ცენტრში ქორეოგრაფებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი მოხდა, ამჯერად კი კრიტიკის საგანი მსოფლიო ხალხთა ფესტივალი გახდა. საზოგადოების ნაწილი ტრაგიკული მოვლენების ფონზე საზეიმო ღონისძიებებმა განწყობამ აღაშფოთა, მათ შორის პოლიტიკოსებიც აღმოჩნდნენ, თუმცა ორგანიზატორებს კონცერტის გამართვის საკუთარი ახსნაც აქვთ.
ტრაგედია თბილისში და ზეიმი ბათუმის ქუჩებში. კოსტიუმირებული მსვლელაკში მსოფლიო ხალხთა ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმაც დაგმეს. ესეთი კონცერტები მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ რამოდენიმე ადამიანი ნანახი არ არის, არ უნდა ტარდებოდეს ბათუმში. თელიერი ან ნიჩბით ხელშია და ჩვენს დაკარგულ თანამემამულეებს, გოგონებსა და ბიჭებს ეძებს, ან ტელევიზორს მიშერებია და ახალი ამბის მოლოდინში რაღაც ახალი გაიგოს, ამ დროს ბათუმში ქალაქის მერი კონცერტებს მართავს. საზეიმო მსვლელობის ჩატარების ნებართვა ქალაქის მერიას არ გაუცია. ვიცემერი ირწმუნება, რომ ფესტივალი მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები დაჯავშნილი იყო, ამიტომ ის ვერ გადაიდებოდა. არ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, დაგეგმილი იყო ადრე, ბილეთები დაჯავშნილი ჰქონდათ, ხალხი წამოსული იყო, გზაში იყო, ეს რომ მოხდა, ჩამოვიდა ეს ჯგუფები და მე ეს გზაში რო იყო, მე მოხდა ეს ყველაფერი ეს სიტუაცია. ბათუმში საზეიმო ღონისძიება გუშინაც გაიმართა. ამჯერად კრიტიკის საგანი აჭარის მთავრობა გახდა. ვარსკვლავები გახსნეს, იცეკვეს, იყო ტაშიც. თბილისური ტრაგედიიდან მესამე დღეს ჩატარებული კონცერტი ადგილობრივებისთვის გაუგებარია. გლოვის ხია ქვეყანაში გამოცხადებული, ხალხი დახოცილია. ჯერ კიდევ გვამები ნახული არ არის. უბედურება ტრიალებს ქვეყანაში და დადოს კონცერტზე და ზეიმზე საუბარი. ძალიან ამოუხსნელია ჩემთვისაც და სხვა ბევრი ადამიანისთვის, ვისაც დღეს კონტაქტი, ვისთანაც დღეს კონტაქტი მქონდა, იმდენად რბილად რო ვთქვათ ამაზრზენი იყო ეს აქციელი, აბსოლუტურად არანაირი სოლიდარული და არანაირი რაღაც ადამიანური განცდა მე ვერ დავინახე ამაში. ხალხი ტირის ამდენი ხალხი დაიხოცა, ამდენი უსახკაროდ დარჩა ერთი ამბავი და შენ შეგობდა თამაშობა, ამის დრო არ იყო. ქორეოგრაფებს ზაურ ლაზიშვილს და თემურ ბიბილეიშვილს ვარსკვლავი 2 დღის წინ გაუხსნეს. საზეიმო კონცერტი ბათუმის ხელოვნების ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებას არჩილ ხაბაძესთან ერთად აჭარის განათლების მინისტრი და ბათუმის მერი ესწრებოდნენ. მათი მტკიცებით ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო. არ გადავიტანეთ იმიტომ და ვერ გადავიტანდით იმიტომ რომ აქ იყო მოწვეული სტუმრები, დელეგაციები, დედაქალაქიდან, უცხოეთიდან ჩამოსულები იყვნენ ბევრი და გადადება ვერ მოხდებოდა ახლა ამ ფაქტის, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ პარალელურად ის რომ ამას თან ქონოდა საქველმოქმედო კონცერტის სახე. საზეიმო ღონისძიების პარალელურად კი თბილისში დაზარალებულ მოქალაქეებს სოლიდარობა ზღვისპირა ქალაქშიც გამოუცხადეს. ბათუმში შეგროვებული საკვები და ტანსაცმელი დედაქალაქში უკვე გაგზავნეს. ბათუმში გამართული გასართობი ღონისძიებები ადგილობრივებმა გააპროტესტეს, ქალაქში მდუმარე აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანადგომა ამ ფორმით გამოუცხადეს. დღესვე სოლიდარობის ნიშნად ახლო მდებარე რესტორნებსა და კაფე-ბარებში ხმაურიან გართობას მოერიდნენ. ამ დღეებში ბათუმში, აჭარაში უამრავი სახალისო აქცია დაიგეგმა და ჩვენ გვინდა ვთქვათ უბრალოდ ბათუმელებს, რომ ჩვენი ხმა არ არის ეს, ჩვენი პოზიცია არ არის ღიარულება და ამ აშფანდური რასაც ქვია ამ დღეებში რაცაა დახილი. რუსთავში ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა. მათ გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში კიდევ 6 ადამიანი მისცეს. დაკავებულებს შორისაა რუსთავის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ასევე ახალი სამშობიარო ცენტრის ხელმძღვანელი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გამოვლენილია ჩვილებით ვაჭრობის 2 ფაქტი. ნათია ორველაშვილი მუშაობდა თემაზე. 3000 ლარი და 5000 დოლარი ასეთია გამოძიების ინფორმაციით იმ 2 გარიგების საფასური, რომლითაც ჩვილების გაშულება უკანონოდ მოხდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებულების სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ორსულებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილების მიტოვებას თავაზობდნენ. მათ გაშულებას კი შემდგომში თავად უზრუნველყოფდნენ. ძირითადად ყურადღებას აქცევდნენ მაინც სოციალურად დაუცველ ადამიანებს და მათ თავაზობდნენ სწორედ ჩვილი ბავშვების დათმობას. ბავშვის მამად სამშობიაროში წერდნენ და აფიქსირებდნენ იმას, ვისაც შემდგომში უნდა წაიყვანა, ანუ ეშვილა, ეყიდა, ასე რომ ვთქვათ, ეს ბავშვი. ახალი სამშობიარო ცენტრის ხელმძღვანელი ამ დროისათვის გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. მზია უგრეხელიძის ადვოკატი ბრალის ფორმულირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა არა ტრეფიკინგის ფაქტს, არამედ საავადმყოფოს შიდა დებულების დარღვევას. რუსთავის სამშობიარო სახლიდან უნდა მომხდარიყო ბავშვის პირდაპირი წესით კანონით გაშვილება. ქალბატონ ზიან რა ნახა ბავშვის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მან დააწვინა სამშობიაროში, რადგანაც დედამ უარი განაცხადა ჟვანიაის კლინიკაში ბავშვის გადაყვანაზე, ბიოლოგიურ დედას გულისხმობ. რა დაარღვია ამით?
უბრალოდ შიდა დებულება, რადგანაც რეგისტრაციაში უნდა გაეტარებია. დანაშაულს არ აღიარებს რუსთავის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბარავკოვი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ხელმძღვანელის ბრალეულობას გამორიცხავენ თანამშრომლებიც. პატიმრობის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა ადვოკატმა. ალბათ გაირკვევა ყველაფერი. ბატონი ალექსანდრეს მოღვაწეობა იმდენი აქვს დაღვაწლე ყველაფერში მიუძღვის, იმდენად კარგი სპეციალისტია, იმდენი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი, რომ ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ალექსანდრე ბარაკოვთან მიმართებაში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება თვითონ საქმის შინაარსს, მიგვაჩნია რომ აქვს, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შეკითხვები არასრულწლოვანის გაშვილების, ასე ვთქვათ, წესების დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ ტრაფიკინგი და მით უმეტეს არასრულწლოვანის ტრაფიკინგი ეს არის სრულიად სამართლებრივად, ასე ვთქვათ, დაუსაბუთებელი ჩვენის პოზიციიდან გამომდინარე. ფაქტზე საქმე ტრაფიკინგის მუხლითაა აღძრული, რაც 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაბელების საქმის 8 თვიან ხმაურიან ისტორიას შესაძლოა მოულოდნელი გაგრძელება მოხვდეს. თავდაცვის უწყების დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა ბრალდების მხარემ თავად მოითხოვა. პროკურატურის გადაწყვეტილების მოტივი წინა სასამართლო განხილვის გაჭიანურებული პროცესია. საგამოძიებო უწყება მიიჩნევს, რომ სასამართლომ მათი მტკიცებულებებით დასაშვება ცნო, ამიტომ ბრალდების მხარე დაკავებულთა თავისუფლად ყოფნის საფრთხეს ვეღარ ხედავს. პროკურატურის ეს გადაწყვეტილება თითქმის ყველა მხარისთვის მეტნაკლებად მისაღები აღმოჩნდა. გურამ როგავა განაგრძობს კაბელების თემას. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ის რასაც ომბუდსმენი დაგვიანებულ რეაქციას უწოდებს, დაცვის მხარისთვის გამარჯვებაა. ადვოკატი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმება, მაგრამ მეტს მოითხოვს. მისი თქმით, ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდანვე უნდა გათავისუფლდნენ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ელემენტარულად შემიძლია გითხრათ, ეს ხალხი დანაშაულის სუბიექტები არ არიან. ანუ რას ნიშნავს ეს? მათ დანაშაულის ჩადენა არ შეეძლოთ. თანხებთან შეხება არ ქონიათ საერთოდ ამ ხალხს. ხელშეკრულებაზე ხელი ამ ხალხს არ მოუწერია და უბრალოდ სასაცილოა რაიმე სახის დანაშაულზე ამ ხალხის მიერ საუბარი. ადვოკატ ალასანიაც ეთანხმება იმაში, რომ პროკურატურამ თავის სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან 5 უდანაშაულო ადამიანის გამოხსნა იქნება ასევე დიდი ნაბიჯი საომავლოდ ყველა უსამართლო და უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანის გათავისუფლების საქმეში. დღეს ივანიშვილი დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილს ალასანიას ბრალდებები ისევ აკვირვებს, ამბობს, რომ კაბელების საქმესთან კავშირი არ აქვს და არც პირადი ინტერესები ამოძრავებს. მე მივესალმები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას, ოღონდ ალასანიას რა უხარი აქვს მე ვერ გავიგებ. აბა ნახეთ პარალელი და მარტივია. უგულავა პირადი პატიმარი ივანიშვილის, მერაბიშვილი პირადი პატიმარი ივანიშვილის ამას აცხადებდნენ. ის ვინც კანონს არ ღვევს და მასთან აქვს შეხება, ალასანიაც ჩადგა ნაციონალების რიგში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული თეთრი საყელოს პრინციპის დამკვიდრების ინიციატივით კიდევ ერთხელ ამჯერად მოქალაქის სტატუსით გამოდის. ივანიშვილს მსგავს საქმეებში ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუმცა რატომ არ გამოიყენა პროკურატურამ ეს მიდგომა ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსნებზე ამ შეკითხვას არ პასუხობს. ბატონო, იგივე მიდგომები და ბატონები არ არიან თქვენ დაგიბრუნდებით. არა, თქვენ ერთი დამისვით. ბატონო, კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხავთ პროკურატურამ შუამდგომლობას. თემაზე საუბარი არ სურს მოქმედ პრემიერ-მინისტრს. თავდაცვის მინისტრი კი პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება. ამ შუამდგომლობის დაყენებას ხიდაშელი დეპუტატობის პერიოდშიც აქტიურად ითხოვდა. იურისტთა იმ ჯგუფს ვეკუთვნი, რომლებიც ვერ ხედავენ ღირებულებას ადამიანის პატიმრობაში, თუ კი არ არის ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული. ამიტომ ყველას თქმედება მხოლოდ მისასალმებელი. ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობის 9 თვიანი ვადა 28 ივლისს იწურება. საქმეზე კი წინა სასამართლო განხილვები ჯერ არ დამთავრებულა, ის თითქმის 3 თვეს გაგრძელდა. როგორც პროკურატურა განმარტავს, დარჩენილ დროში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელია და შუამდგომლობა ბრალდებულთა გათავისუფლების შესახებ სწორედ ამით არის განპირობებული. რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. ზაფხულის ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 ტეტრად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო ინტერნეიშნალი. ტურები ეგვიპტის, დუბაისა და თურქეთის მიმართულებით საუკეთესო ფასად. იმოგზაურეთ რიკო ინტერნეიშნალთან ერთად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა.
ახალი ყაზბელი. ლუც მიზეზე არ სჭირდება. წარმოუდგენლად მძლავრი smartphone P90, ბატარეის სიმძლავრე 4000 მAh, პროცესორი Intel Atom, Lenovo P90. GPC წარმოგიდგენთ ELPS, რომელიც გთავაზობთ წონის კორექციის საშუალებებს და სხვა სეზონურ მედიკამენტებს 20%-იანი ფასდაკლებით. Pabukit somis დასამზადებლად ვიყენებთ მაღალი ხარისხის ფქვილსა და კარაქს, რათა ორცხობილა ისეთი გემრიელი გამოვიდეს, როგორიც ჩვენ გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ვანილი უფრო გიყვართ, შოკოლადი თუ კრემ ბრიულე, რადგან რბილ და ხრაშუნა ორცხობილაში სამივე ძალიან გემრიელი. ნაყინი სენდვიჩი, სიგრილე, რომელიც გათბობს. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრებში. ოთარი პერფექციონისტია. მუდამ ცდილობს დარწმუნდეს, რომ მის ირგვლივ ყველაფერი იდეალურ ფორმაშია. სწორედ ამიტომ საუზმედ ირჩევს 7 Days-ის კრუასანს. ის ხომ ჰერმეტულადაა შეფუთული ფოლგაში და ვერავინ შეეხება მის გარდა. 7 Days-ის კრუასანი, ახალი სიტყვა ცხობის ხელოვნებაში. სტომატოლოგიური კლინიკა ევროდენტი გთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას დენტალურ იმპლანტაციებზე. მისამართი ალექსანდრე ყაზბეკის 14B, ტელეფონი 218-1661. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრებში. პასკვალე იოგურტების წარმოების მსოფლიო ლიდერია, რომლის პროდუქცია წარმატებით იყიდება 75 ქვეყანაში. პასკვალემ იოგურტების წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უარი თქვა კონსერვანტების და ანტიბიოტიკების გამოყენებაზე. პასკვალეს იოგურტები არ საჭიროებენ სიცივეს და ზაფხულის სიცხეში შესაძლებელია მათი უმაცივრად შენახვა და ტრანსპორტირება. პასკვალეს იოგურტები მზადდება მხოლოდ ესპანური 100%-იანი თხევადირწისაგან და ხილისაგან. პასკვალეს იოგურტები ჯანმრთელობა და სიამოვნება მთელი ოჯახისათვის. Elite Electronics-ში შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის Bosch-ის კონდიციონერი 400 ლარამდე ფასდაკლებით და შექმნით თქვენთვის სასურველი ამინდი თქვენ სახლში. როცა საზღვარგარეთ მიდიხართ, თან მხოლოდ ის უნდა წაიღოთ, რაც აუცილებლად გჭირდებათ. საძიებო სისტემა. სოციალური ქსელები. GPS ლუკა. კიდევ ელექტრონული პოსტა. ერთი სიტყვით მობილური ინტერნეტი. თან ეს ყველაფერი დაუჯერებელ ფასად. მხოლოდ 2 ლარ 9 დღეში. წაიღე მობილური ინტერნეტი როუმინგში. აირჩიე სასურველი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე დაბალ ფასად და გამორიცხე ზედმეტი ხარჯები. ჯეოსელი მობილური ინტერნეტი მობილური თაობისთვის. და თუ შევიტყებ ბოროტი მიკრობების შესახებ, მაგრამ ეს სუპერდედა დავხატებათ შესაშირებლად. და შენ ხარ ჩემი სუპერდედა. ახლა კი მოდი გავთავისუფლდეთ ამ საშინელი მიკრობებისგან. დედა შენი მართალია. Safeguard რეკომენდირებულია ოჰაიო შტატის ფარმაცევტთა ასოციაციის ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტების მიერ. Safeguard სუპერდედების დამცავი ფარი. საღამოს გასართობი გადაცემების წამდგენია მახთი, შეიძინა 4G მოდემები და მიიღეს საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან mymakti.com. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია თოლია საოჯახო. შექმენი შენი ნაყინი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია სიახლე ნატახტარის ლიმონადისგან. გემო, რომელსაც დიდხანს ელოდით, ნაღები შოკოლადით. რა ხდება ქვეყანაში? პოლიცია დგას. წოწკი გაქვთ ყველას. სად ვეძიოთ სამართალი? რა იცით რა ხდება? გამოძიება დაიწყო. ირგვლიანი რობაქიძე ვაზაგაშვილი. არც გვამს ექსპერტიზა არ ჩატარებია. როდემდე? რეაქცია მთავარი თემებით პარასკევს საღამოს. რას ფიქრობს ხალხი? აი ეს არის, აი საქართველო, ეს გრუზია. 20 კილომეტრში ყავთ რუსები მომდგარი. წერი მაჩვენეთ ხალხო. მოსკოვური თბილისობა და თბილისური პროტესტი. აღარ თვით კართველად? თქვენ გაქვთ უფლება, გქონდეთ თქვენი რეაქცია. იმედის ეთერში მთავარი პოლიტიკური მოვლენები და მოვლენების მთავარი გმირები. აღარ გის მაგათა ყოფნა. უშუალო მინისტრი ეს არის პოლიტიკური შეკვეთა. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. რა სიტყვის გიორგი მარგველაშვილზე? პირადულზე არასოდეს არ უნდა დავიყვანოთ ჩვენ პოლიტიკა. გავიგერო სტრასბურგში
არავინ არ მიდის. რას ნიშნავს არავინ არ მიდის? პარასკევი ჩვენი დღეა. თავში კეტები მოხდა პოლიტიკალ. აიუტეთ ნერვები. ამ სამხედრო დამნაშავეს სააკაშვილს. ის დასეირნობს მსოფლიო და დაქციეს. ვერ გავიგე, ვისი ვიოლინო, ვის როიალშია. საღამოს 10-ზე პარასკევი ჩვენი დღეა. კვირას საღამოს პირდაპირ ეთერში ჩვენ იმედელები ერთად ვიკრიბებით. რომ ერთად გავაცოცხლოთ თითოეული თქვენგანის ისტორია. ყველაფერი რაც თქვენ გაღებთ, რაც თქვენ გაწუხებთ, რაც თქვენ გახარებთ. კვირას საღამოს იმედის პირდაპირ ეთერში მთელი საქართველო ალაპარაკდება. ეს არის ქრონიკა 8-ზე. საქართველოს ევროპული გზა ბათუმი ამ სახელწოდების მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგებს, შემდგომი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას და თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხებს ეძღვნება. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩინოსნების სიტყვით გამოსვლისას ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა. როსენ პლევნელიევმა აღნიშნა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით ბულგარეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მასაცილების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ 18%-ით გაიზარდა. ეს იმის დადასტურებაა, რომ დოკუმენტი დაგვეხმარება ეკონომიკური პოტენციალის ათვისებაში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღწევის მიზნით საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და ეს აღინიშნა რიგის სამიტზე. ჩვენ გავაორმაგებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მთავარი იარაღი, რომელიც ევროკავშირს გააჩნია, არც ნავთობი და გაზი და არც ატომური ბომბებია. ჩვენი იარაღი ინტეგრაციაა. ეს არის ის კონფერენცია, სადაც განიხილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი და წელს მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩვენი ამოცანები რიგის სამიტის შემდეგ, ჩვენი ამოცანები ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ის რეგიონალური ევროპული გამოწვევები, რომელიც დღეს სახეზეა. განვიხილავთ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესრულებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელმომწერ ქვეყნებში. ასევე ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც საქართველოს რეგიონს გააჩნია. უცხოეთის სიახლეებსაც გაგაცნობთ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა სურს. მილიარდერი ამერიკისთვის ძველი დიდების დაბრუნებას აპირებს. ტრამპს პრეზიდენტობა 2012 წელსაც უნდოდა, თუმცა მაშინდელი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ ისევ უძლიერესი სახელმწიფო გვექნება. ამერიკელი მილიარდერის დაპირება, რომელმაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. დონალდ ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელებს წარმოადგენს. Ladies and gentlemen, ქალბატონებო და ბატონებო, ოფიციალურად ვაცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვას. ვიყენებ საკუთარ ფულს, არ ვეყრდნობი ლობისტებს და დონორებს. მე მართლა მდიდარი ვარ და ამას სატრაბახოდ არ ვამბობ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყანა და ვინმეს თუ ეს ცარიელი სიტყვები გონია, ასე არ არის. მე დიდ კედელს ავაშენებ ჩვენ სამხრეთ საზღვარზე და მექსიკას ამ კედლისთვის გადავახტევინებ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ისლამისტების წინააღმდეგ არ იქნება დონალდ ტრამპზე უფრო მკაცრი პოზიციის ვინმე სხვა. მილიარდერის თქმით ამერიკული ოცნება მკვდარია, მაგრამ მისი არჩევის შემთხვევაში იგი შეძლებს მის გაცოცხლებას და თანამოქალაქეებისთვის ახალი ძალით დაბრუნებას. ტრამპის მხარდამჭერები ლიდერის პათოსს სრულად იზიარებენ და არც მის სამომავლო გეგმებში ეპარებათ ეჭვი. ჩვენ დაგვპირდნენ იმედსა და ცვლილებებს, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ პრეზიდენტმა გადაიფიქრა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზაობაზე ეს ტრამპის მხრიდან პირველი ოფიციალური განცხადებაა. დღემდე ეს ნახევრად სახუმაროდ აღიქმებოდა. თანაც სამშენებლო მაგნატისა და ტელევარსკვლავის მხრიდან საზოგადოებას არაერთი ეპატაჟური გამოსვლაც ახსოვს. მათგან ერთ-ერთი მოქმედი პრეზიდენტის დაბადების ადგილსა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას ეხებოდა. 2011 წლის გამოწვევა, რომელსაც უცნაური სანაძლეოსა და კონსპირაციების სუნი უდიოდა, სენსაციის გარეშე დასრულდა. ტრამპს, რომელსაც ეფექტიანი პრეზიდენტობისთვის საკუთარი მილიარდები ეიმედება, ანგარიშზე 8 მილიარდ 500 მილიონი დოლარი აქვს. კიდევ რა ხდებოდა დღეს მნიშვნელოვანი მსოფლიოში, გაიგეთ უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკიდან. ბელგიასა და საფრანგეთში რუსეთის სახელმწიფო აქტივები კომპანია იუკოსის სარჩელის საფუძველზე გაყინეს. მოტივი სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე მოსკოვის უარი